ვისაუბრებთ ტოპ 5 ხილზე, რომელიც თირკმელებს დაეხმარება. თირკმელები დღე და ღამე მუშაობენ 24 შვიდზე ჩვენ ორგანიზმში და პირდაპირ გაგებით წმენდნენ სისხლს, ანუ სისხლი გაივლის მათში. ტოქსინები, წამლები, ნარჩენები გამოდის შარდის სახით და სითხე ზედმეტი. და ნუ ამას ხედავთ ჩვენ როგორ შარდს. თირკმელებს აქვს პატარა ფილტრები. პატარა ფილტრები არის ძალიან ბევრი, მილიონამდეა და ამას ეძახიან ნეფრონს. და ეს ნეფრონი დროთა განმავლობაში, ან ეს პატარა ფილტრები დროთა განმავლობაში ზიანდება. ისე როგორც ზიანდება ხოლმე ფილტრი, ზუსტად პირდაპირ გაგებით, ან ტოქსინები აზიანებს, თავისუფალი რადიკალები აზიანებს, ან მაღალი წნევა, ან დროთა განმავლობაში უჯრედები კვდება სიბერის გამო და ადამიანს თირკმელების პრობლემა ექნება დროთა განმავლობაში, მაშინაც კი თუ ჯამრთელად გამოიყურება ადამიანი, ნელ-ნელა თირკმელები უზიანდება. და რო შეადაროთ ახალგაზრდას ადამიანის თირკმლის ფუნქცია და 50 წელს გადაცილებული ადამიანის თირკმლის ფუნქცია, განსხვავება იქნება. მაშინაც კი თუ ადამიანი ჯამრთელია. რადგან დროთა განმავლობაში ამ კუმულაციური ეფექტით თირკმელები ზიანდება. ამიტომ ასაჭირო თირკმელებზე ზრუნვა მეტიც ის თირკმელები, როცა ზიანდება, ის ნეფრონი, პატარა ფილტრები, აღარ აღდგება. ანუ ერთი გზაა მარტო, როცა ზიანდება, უკან აღარ არის გზა. ამიტომ უნდა შევანელოთ ეს პროცესი რამდენად შეგვიძლია, რადგან ეს დაზიანება მაინც მოხდება ადრე თუ გვიან და სამ ადამიანი იცოცხლებს მაქსიმალურად რომ შენელდეს დაზიანება. ამიტომ საუბრობთ ზუსტად იმ ხილზე, საკვებზე, რომელთაც შეგვიძლია თირკმელებს დავეხმაროთ. პირველი ხილი, რომელთაც დავიცავთ თირკმელებს, არის ბროწეული. ბროწეული შეიცავს დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებს, ელაგის მჟავას, ანთოციანინებს მაგალითად. ასევე მდიდარია წყლით, არ აქვს დიდი რაოდენობა მინერალები, რომელთაც შეიძლება თირკმელი დააზიანოს. ამიტომ უსაფრთხო ხილად მიიჩნევა და დამატებით ძლიერი ანტიოქსიდანტია. ხო, ანტიოქსიდანტის მიღება მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ თირკმელებს აზიანებს ეს ოქსიდაციური სტრესი. ანუ რეაქტიული ჟანგბადი და ამ რეაქტიულ ჟანგბადს შებოჭავს ანტიოქსიდანტები და იცავს თირკმელს პირდაპირ გაგებით. ამდენად მნიშვნელოვანია, მეტიც კვლევების ადასტურებს, რომ ადამიანები, რომლებიც რეგულარულად იღებენ ბროწეულის წვენს, უკეთესი თირკმლის ფუნქცია აქვთ. ანუ ჯამში თირკმლის ფუნქციას აუმჯობესებს და დიდხანს ინახავს თირკმელს. ეხლა როგორი ფორმით ჯობია ბროწეულის მიღება, ზოგადად ჯობია რა თქმა უნდა სრული ჩვეულებრივი ხილი, როგორც ხილი ისე შეჭამო. ზოგი ადამიანისთვის არ არის კომფორტული, ამიტომ წვენს სვავენ ხოლმე. წვენის შემთხვევაში შესაძლებელია წვენის მიღებაც რა თქმა უნდა. ოღონდ არ უნდა ქონდეს დამატებული შაქარი, რაც დიდი პრობლემაა, იმიტომ რომ მაღაზიაში რო იყიდოთ, ძირითადად შაქარი დამატებულია, ის შაქარი დიდი რისკია ორგანიზმისთვის, განსაკუთრებით თუ ასაკიანი ადამიანი, განსაკუთრებით თუ თირკმლის ფუნქციისას გაუარესებული აქვს, ან თუ დიაბეტი აქვს. შესაბამისად, ან ბროწეულის წვენსაც არ აუშავს, მაგრამ ჩვეულებრივი ჯობია და კიდე არის განსხვავება წვენს და ჩვეულებრივ ხილს შორის გლიკემიურ ინდექსში. მაგალითად, ჩვეულებრივ ბროწეულს პირდაპირ თუ შეჭამს ადამიანი, გლიკემიური ინდექსი აქვს 35, 35 100-დან. ანუ ეგ მიიჩნევა დაბალ გლიკემიურ ინდექსად. ანუ რას ნიშნავს, რომ დიაბეტიანმა ადამიანმა რომ შეჭამოს არის უსაფრთხო, ანუ გლუკოზას არ მოუმატებს. მაგრამ აი წვენი 55 აქვს უკვე წვენს გლიკემიური ინდექსი. საშუალოდ მიიჩნევა, ეგ არ არის კატასტროფა, ეგეც შეიძლება დიაბეტიანი ადამიანისთვის ზომიერად, მაგრამ ხილი ბევრად უფრო უსაფრთხოა ამ შემთხვევაში. ამიტომ თუ ადამიანს ან დიაბეტი აქვს, ან ინსულინ რეზისტენტობა, ან დიაბეტის მნიშვნელოვანი რისკი, დიდი ჭარბი წონა, მაგალითად, ყოველთვის ჯობია რომ ჩვეულებრივი ხილი ჭამოს და არა წვენი. მეორე ხილი თირკმელებისთვის არის მოცვი. მოცვი ზოგადად ძალიან პოპულარულია, ერთ-ერთი საუკეთესო ხილია, არა მარტო თირკმელებისთვის. ძალიან მდიდარი ანტიოქსიდანტებით, ანთოციანინებით, მოცვით, აი ლურჯ შეფერილობას რომ აძლევს მუქს. ეს არის, ანუ ეს პიგმენტი არის ასოცირებული აი ამ ანტიოქსიდანტებთან. ანტიოქსიდანტიური სტრესის განიცავს და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება აქვს. ანუ ანთების მარკერების დონესაც ამცირებს სისხლში, მოცვის მიღება რეგულარული და ადამიანებს, რომლებიც მოცვს იღებენ,
გრძელვადიანად დაბალი აქვს ანთების მარკერები. ეს ანთების მარკერების სიდაბლე იმისთია კარგი, რომ რაც ნაკლებია ანთება ორგანიზმში, მით ნაკლებად ზიანდება თირკმელები, იმიტომ რომ ეს ინტერლეიკინები, რომელიც არის ანთების მედიატორები, რომელიც არის სისხლში, რომელიც მოქმედებს თირკმელებზე, აზიანებს თირკმლის ქსოვილს და თირკმლის უჯრედებს. მაგისგან იცავს, ანუ ანთება შეამცირებ, ქსოვილები აღარ დაზიანდება. ისევე როგორც ოქსიდაციურ სტრესს შეამცირებ, ქსოვილები აღარ დაზიანდება. ორ დიდ რამეს აკეთებს, დამატებით ვიტამინებსაც შეიცავს და მინერალები აქვს დაბალი, მაგალითად კალიუმი, ფოსფორი, ნატრიუმი, ესენი, რომელიც პრობლემაა, თუ ადამიანს თირკმლის პრობლემა აქვს. ან თუ ადამიანს თირკმლის დაავადება აქვს, ეს კალიუმით მდიდარი, ფოსფორით მდიდარი და ნატრიუმით მდიდარი ხილები არ არის მისთვის სასურველი და აი აქ მოცვს მაგალითად ძალიან დაბალი კონცენტრაციით აქვს ეს, ამიტომ პრაქტიკულად სრულიად უსაფრთხოა. ეხლა დოზირება რა არის იდეალური დოზირება, რო ვთქვათ, 1/100 ან დაახლოებით 150 გრამი დღის განმავლობაში, ზოგი ადამიანისთვის 200 გრამი, 200-ის პრინციპში უსაფრთხოა, ბევრ შაქარს არ შეიცავს, ბევრ წყალს შეიცავს, ბევრ ანტიოქსიდანტებს, შესაბამისად, საკვებ ბოჭკოსაც და ჯამში არის უსაფრთხო მოკლედ. კითხვა არის ხოლმე კიდევ გაყინული ჯობია თუ ჩვეულებრივი პირდაპირ, თუ ესე პირდაპირ პასუხი არის რა თქმა უნდა რომ ჩვეულებრივი ხო, მაგრამ არის კვლევები რომლის მიხედვითაც მაგალითად გაყინულში უფრო მეტი ვიტამინებია მაგალითად ზოგ შემთხვევაში. ეს არ არის ძალიან დიდი სხვაობა, მაგრამ ანუ გაყინულს პრინციპში მნიშვნელოვანი უარყოფითი მხარეები არ აქვს. შესაბამისად შესაძლებელია ანუ გაყინულის მიღებაც, რა თქმა უნდა, ფსიქოლოგიურად ხო ხა როცა ახალია ხილი ამას რა ჯობია, მაგრამ გაყინულის პრობლემა არა. ჩირებია ხოლმე კითხვა კიდე რომ ან ჩირი როგორია, ცუდია თუ კაია? ჩირი ცუდი არ არის, ზოგადად კარგია, ოღონდ აი თირკმლის კონტექსტში რო ვთქვათ, თირკმლისთვის არ არის მაინც სასურველი ჩირები, ზოგადად რატომ ერთი რომ შაქრები აქვს მაღალი და ვთქვათ 100 გრამი ხილი და 100 გრამი იგივე ხილის ჩირი ერთი და იგივე შაქარს არ შეიცავს, ის მეტად უფრო კონცენტრებულია. მეტად უფრო კონცენტრებულია არა მარტო შაქრით და არამედ მინერალებითაც, რაც თირკმლისთვის შეიძლება იყოს ზედმეტი დატვირთვა. ამიტომ ჯამში ჩირებს ჩვეულებრივი ხილი ჯობია თირკმლის კონტექსტში. თორე ზოგ შემთხვევაში ჩირებში ის ანტიოქსიდანტების უფრო კონცენტრებულია. ანუ იმას თავის დატვირთვა აქვს, მაგრამ თირკმლისთვის როცა ვსაუბრობთ, ჯობია რომ ცოცხალი ხილი მივირთვათ. მესამე მნიშვნელოვანი ხილი არის ვაშლი. ვაშლს აქვს რამდენიმე დიდი დადებითი მხარე, რატომაც ძალიან თან პოპულარულია, თანადვილად ხელმისაწვდომია, თან ძვირი არ ღირს და ასე. ვაშლი შეიცავს პექტინს, პექტინი არის საკვები ბოჭკო და ეს პექტინს რამდენიმე კარგი მნიშვნელოვანი თვისება აქვს. ერთი არის რომ ცვლის ჩვენ ორგანიზმში მიკრობიომას, ანუ სასარგებლო ბაქტერიებს ამრავლებს რეალურად და ეგ იწვევს ნაწლავის უკეთეს ფუნქციონირებას და ნაწლავის გაწმენდას და ნაწლავის გაწმენდა ამ შემთხვევაში იმას გულისხმობს, რომ ნაკლები ტოქსინი შეიწოვება ჩვენ ორგანიზმში. თუ ნაკლები ტოქსინი მოხდება სისხლში, ნაკლები ტოქსინის გაფილტრო მოუწევს თირკმელსაც. შესაბამისად, ან თირკმლის დამცავი ფუნქცია აქვს. მეორე არის რომ ეს პექტინი უკავშირდება შაქარს და შაქრის შეწოვას უშლის ხელს, ამიტომ ადამიანს ვისაც დიაბეტი აქვს ან ინსულინ რეზისტენტობა აქვს, ანუ გლუკოზის თანაბარ შეწოვას უზრუნველყოფს და ესეც დიდი დადებითი მხარეა, იმიტომ რომ შაქარი რომ მოიმატებს ხოლმე, ეგ თირკმელებს აზიანებს მერე და ან თუ შაქარი არ მოიმატებს და სტაბილური იქნება თირკმელებისთვის დამცავია ეს და მესამე წონაში კლებაში ეხმარება, რადგან სისავსის შეგრძნებას იწვევს. არიან რა თქმა უნდა ზოგი ადამიანი, ვინც ამბობს რომ მე ვაშლი რომ მივიღო, უფრო მეტად მშივდება. ეგეთი ადამიანები არიან, მაგრამ ადამიანების დიდ ნაწილში ვაშლი სისავსის შეგრძნებას იწვევს. შესაბამისად წონაში კლებაში ეხმარება და კვლევებიც მიუთითებს, რომ ადამიანები, რომლებიც რეგულარულად იღებენ ვაშლს, იმ ადამიანებს უკეთესი წონის კონტროლი აქვთ. ვაშლი როგორ ავარჩიოთ, წითელი ჯობია, იმიტომ რომ ანტიოქსიდანტების უკეთესი შემადგენლობა აქვს, ან ვაშლი ანტიოქსიდანტებსაც შეიცავს, რა თქმა უნდა, C ვიტამინსაც შეიცავს და კიდე სხვა ვიტამინებს.
ვაშლი აუცილებლად გავრეცხოთ, იმიტომ რომ პესტიციდებით დაბინძურებულია ხშირად და პესტიციდების პრობლემა მნიშვნელოვანია. პესტიციდებში რას გულისხმობენ, ანუ ყველაფერს, რასაც ზედაყრიან, ამ ქიმიკატებს, იგივე მწერების საწინააღმდეგოდ, დამცავი და ასე. შესაბამისად, კარგად გავრეცხოთ, რადგან მოცილდეს პესტიციდები. გარანტია არ გვაქვს, რომ სრულად მოცილდება, რადგან ზოგჯერ უსვავენ ამ ვაშლებს ვაქს, ანუ ცვილს და ეს კანში ხო არის პესტიციდები და ზევიდან ცვილის ფენა ეკვრება, რომ რეცხავეს ცვილი კარგად არ ცილდება და მის ქვეშ პესტიციდები რჩება. ეგ პრობლემა. ხო, ამის გამო ზოგი ადამიანი თლის ხოლმე ვაშლს, თუმცა თუ ძალიან კარგად გარეცხავს ადამიანი ვაშლს, მოკლედ კანისგან მიღებული სარგებელი მაღალი ალბათობით უფრო დიდი იქნება, ვიდრე ის რისკი, რითიც შეიძლება, თუ ახლა ხედავთ, რომ ცვილიანია მაინც ვაშლი ჯობია გათალოკი. მწვანე ვაშლი და წითლის შედარებაზეა საუბარი, დიდი განსხვავება არ არის ზოგადად. თუ არ ჩავთვლით იმას, რომ წითელ ვაშლებში მეტი ანტიოქსიდანტები, ან წითელი ფერი, თითოენის პიგმენტი, თითო ანტიოქსიდანტია და მაგიტოა, რომ რაც უფრო წითელია, მით უფრო მეტი ანტიოქსიდანტები აქვს. რამდენია ვაშლის ოპტიმალური მიღების დოზა? 1 ცალი დღის განმავლობაში, ან 2 ცალი დღის განმავლობაში ადამიანზეა დამოკიდებული. გლიკემიური ინდექსი აქვს საშუალო. ან დიაბეტიელებს შეიძლება თუ არ შეიძლება, ოღონდ ზომიერად. შემდეგი მნიშვნელოვანი ხილი თირკმელებისთვის არის შტოში. შტოში არის კენკრონების ერთ-ერთი სახეობა. შტოში შტოში არის კენკრონების ერთ-ერთი სახეობა, შტოშის მოძებნავისაც მოგინდებათ cranberry ესე იწერება, CT და რა აქვს დადებითი მხარე, რომ შეიცავს ანთოციანინებს. ანთოციანინები არის ძლიერი ანტიოქსიდანტები. ანთოციანინები რითია მნიშვნელოვანი, ანუ უნიკალური თვისება აქ შტოშს, რომ უკავშირდება ბაქტერიებს უკავშირდება საშარდე სისტემაში, ეშერიხია კოლის, რომელიც თირკმელებში ინფექციას იწვევს და უკავშირდება და არაძლევს საშუალებას, რომ მიეკროს თირკმელს ან საშარდე გზებს. და ამის საშუალებას რო არაძლევს, შესაბამისად ვერ მრავლდება. შესაბამისად იმ ადამიანებს, ვისაც ხშირად აქვს საშარდე გზების ინფექციები, აი თუნდაც ცისტიტი ან პიელონეფრიტი მაგალითად, მაგ ადამიანებში და არის ხოლმე ხშირად, რომ იღებენ წამლებს, მაგრამ ეს წამლები არ შველით. და ამ ადამიანებში არის შტოში ერთ-ერთი საუკეთესო, თუ კი რეგულარულად მიიღებს ამას ადამიანი, დაახლოებით 35%-ით უმცირდება რისკი საშარდე გზების ინფექციების, მაშინაც კი თუ ქრონიკული ინფექციები აქვს. ანუ ძალიან დიდი დახმარებაა მოკლედ შტოში. ხო, დიდი რაოდენობით შეიცავს წყალს, ნაკლები რაოდენობით შეიცავს მინერალებს, რომელიც თირკმელზე დატვირთვას უწყობს ხელს. დიდი რაოდენობით შეიცავს ანტიოქსიდანტებს. მოკლედ შტოშიც ერთ-ერთი საუკეთესოა თირკმლისთვის. და მეხუთე, რომელსაც ვიტყოდი, არის საზამთრო. საზამთრო თითქმის 92% არის წყალი. შესაბამისად, ჰიდრატაციას უწყობს ხელს ორგანიზმის, აქვს შარდმდენი ეფექტიც და თირკმელს ეხმარება, რომ მეტი ტოქსინები მოიშოროს და გაფილტროს კარგად და შარდი არ იყოს ძალიან კონცენტრირებული და გაზიანებული კონცენტრირებული შარდიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა თირკმელების დაზიანების, რასაც ებრძვის საზამთრო კაი გაგებით რა თქმა უნდა. საზამთრო შეიცავს დიდი რაოდენობით ლიკოპენს, რომელიც ასევე ძლიერი ანტიოქსიდანტია, რომელიც ეხმარება თირკმელებს და არის კვლევები, რომლის მიხედვითაც ადამიანები, რომლებიც იღებენ ლიკოპენს რეგულარულად, მათი თირკმლის ფუნქცია იყო უკეთესი, მაშინაც კი თუ თირკმლის დაავადება ჰქონდათ. ამიტომ თუ ადამიანს აწუხებს თირკმელები, ერთ-ერთი საუკეთესო ხილი არის საზამთრო. ხო, საზამთრო კარგი კიდე იმით არის, რომ იშვიათად არის დაბინძურებული პესტიციდებით და თუ ადამიანს არ აქვს იმის საშუალება, რომ ორგანული საკვები იყიდოს და თან პესტიციდების რისკია ყოველთვის,
დიდი ასეთი ადამიანებისთვის არის საზამთრო ერთ-ერთი საუკეთესო ზოგადად უფრო მრგვალი საზამთროები და რომელიც არ ბზინავს ერთ-ერთი ის არის ხო რომ აი როცა საზამთრო ბზინავს საზამთროს ზედაპირი ის ნაკლებ კარგ საზამთროდ მიიჩნევა და რომელიც არ ბზინავს ის უკეთესად რა ნაწილიც დედომიწაზე ის ყვითელი უნდა იყოს ხო ეგენია და საზამთრო კიდე ერთ-ერთი მნიშვნელოვანია რომ საზამთრო შეიცავს კომპონენტებს რომელიც ხელს უწყობს ენოს სინთეზს და ენო აუცილებელია სისხლძარღვების მოდუნებისთვის სისხლძარღვების მოდუნება ამ შემთხვევაში იწვევს წნევის დაქვეითებასაც რაც კარგია და იწვევს კარგია იმიტომ რომ თირკმელს იცავს ანუ მაღალი წნევა აზიანებს თირკმელს და კარგია იმისთვისაც რომ თირკმელში სისხლის მომარაგება იყოს გაუმჯობესებული რაც ასევე იცავს თირკმელს შესაბამისად საზამთრო ერთ-ერთი საუკეთესო ხილია რაც ადამიანმა შეიძლება მიირთვას თირკმლის დასაცავად მადლობა რომ მისმენთ მადლობა რომ გაინტერესებთ თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები დალაიქეთ თუ მოგწონთ ჩემი არხი გამოწერეთ და ან თქვენი დალაიქება კომენტარი და თუნდაც ან დაშიარება ან გამოწერა ნებისმიერი აქტივობა ჩემს გვერდზე ეხმარება არხს რაც თქვენი მხრიდან სოლიდარობის გამოხატულება ჩემს მიმართ მადლობა რომ მისმენთ მადლობა რომ ჩემთან ხართ